მოგეწონება ზუსტად ვიცი. გიო, ჩვენ სად ვიყავით, რა ვქენით? სად ვიყავით, რა ქენი? ხო, ჩვენ ვიყავით წინანდაში, რაღაცა ეს წელი დაიწყო კარგად, შევიდა შენი მოგზაურობით, ეს იყო წინანდალი. როგორი კადრე და წაიყვანე მე. ჯადოსნური ადგილი და ჯადოსნური ამინდი. ეს შემთხვევა იყო, რომ პირიქით მოხდა, მერიკობ. აუ, მან ძალიან სიძვის მაგარი სტილამაზია მე როგორც მართლაც. ხო, ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმში და ნუ მართლა განსაკუთრებული ადგილია შეიძლება ითქვას და ნუ ეხა რო ნახავთ კადრებს თან ამინდი იყო გაგვიმართლა. მე ფოტოები ვნახე და ამინდი იყო შემოდგომა შეიძლება ასე ითქვას რა, იმიტომ რომ რაღაცა თან ისეთი რაღაცები მოგვიწყეს იქ ჩურჩხელების ამოვლება და წვადები და არ გაუჭირდებოდათ ეხლა ჩაცხობა რომ ნუ აი ჩაულებრივი შემოდგომა იყო რა აქვს განსხვავება. ანუ რეალურად თქვენი რუბრიკები გაერთიანდა და შენი ფოლკლორული ხო რა თქმა უნდა გამიჯნა ეგრევე გამიჯნა ეს არ გაიგოს ხალხო ეს დღეს გაერთიანდა არა ეს არ წამოყვება ყველგან თორე სიამოვნებით წავიდა არ წამომყვება არ წამოყვება კი მოკლედ მართლა ჯადოსნური ადგილი იყო და ფოლკლორული ანსამბლი ურმული რომელიც ასე ვთქვათ შეიძლება ითქვას რომ ეს არის აღმოჩენა ნუ ჩემთვის იმიტომ რომ პირველად მოვისმინე დათო გაგანაშვილი ცნობილი მომღერალი და ანსამბლის სოლისტი ხელმძღვანელობს ამ ანსამბლს და რა ვიცი მე მგონი კარგი დასაწყისი აქვს და კიდე ერთხელ ასე ვთქვათ შემოგთავაზეთ ან ამ სეზონზე კიდევ ერთხელ მოვიწვევ და გავაკეთებ ბიჭებზე კარგ გადაცემას მაგრამ ეს წინანდალში მოგზაურობა მათ გარეშე შეიძლება ითქვას წარმოუდგენელი იყო ამიტომ დღეს მოусმენთ მე მგონი კარგ ახალგაზრდებს. მოკლედ ესე იგი შემდეგ ნაწილში ჩვენ ვნახავთ ასე ვთქვათ წინანდალში ფოლკლორულ ნაწილს თუ გაერთიანებულია თქვენი გაერთიანებულია. აი ნახავთ ეხლა კარგი ბატონო დავხვდეთ მერიკო მე არ მეგულება ადამიანი რომელმაც არის ის წინანდალი და ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმი ხო ესეა? კი, მე მგონი ამ პოპულარულია ქართველებშიც და ჩამოსულ სტუმრებშიც. მაგრამ ეხლა ჩემ ბავშვობაში ეს იყო ეგრეთ წოდებული დაკეტილი ტერიტორია შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ აქ იყო რაღაცა სამთავრობო რეზიდენცია, სადაც ესე მთავრობის წევრები ისვენებდნენ და ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო ფაქტობრივად აქ შემოსვლა. მართლა მე არ ვიცი, ბავშვობაში აქ არ ყოფილი. ეხლა რომ შემოდიხარ და ათვალიერებ და შემდეგ სასტუმროში შეგიძლია დარჩე, კერძები მიირთვა და შემდეგ ესე არ იყო. თუ აი რაღაცა როგორი ემოცია მაქვს, იცი, თითქოს პირველად ვარ ეს რაღაცა დიდებულების შეგრძნება თუ რაღაცნაირი შეგრძნება მოდის. თუმცა მაგ შესდებას ეხმარება ის კიდე რომ კახეთში ხარ. ეს არ დაგავიწყდეს. კახეთში ვარ, ულამაზეს მხარეს, ამინდის ფანტასტიკურია დღეს. ხო, ამინდი და მე ხედი აქ ისეთი იქით კავკასიონის რომ როგორ შეიძლება არ მოგეწონოს. კი, ყველაფერი ერთად. ეხლა ჩვენ ირაკლი შეგხვდება. გამარჯობა ირაკლი. გამარჯობა. როგორ ძანდები? კარგად, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გილოცავთ. ჩვენ ვცდილობთ რომ ყველასთვის, აბსოლუტურად ყველასთვის, ქართველისთვის, არაქართველისთვის, ყველასთვის, თელი მსოფლიოს მოქალაქეებისთვის ღია იყოს ეს ადგილი და რაც შეიძლება უკეთ გავაცნოთ ქართული კულტურა, ამ ადგილის მთელი არსი და ასე შემდეგ. ამაში გვეხმარება ჩვენი ბაღიც გვეხმარება ალექსანდრე სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნარგავები, ხო, ასეა? ძალიან ბევრი, ძალიან უნიკალური და იშვიათი ზოგიერთი წითელჭიქშიჩაა შეტანილი. მაგალითად, ჩვენ სადაც შევხვდით აი ეს ნაძვი, ეს არის ესპანური სოჭი. ძალიან საინტერესოა ამ ნაძვის ისტორია იმ თვალსაზრისით, რომ ის გადაურჩა უკანასკნელ გამყინვარებას. მართლა. და აი ახლა უკვე გლობალურმა დათბობამ ძალიან დიდი საფრთხეები შეუქმნა და ამიტომ ცდილობენ მეცნიერები რომ გადაარჩინონ და თითოეული საძირი, ასე ვთქვათ, სადაც არის მსოფლიოში გაფანტული ყველას ასე ვუფრთხილდებით. ჩვენ ხავართ ბზის ლაბირინთში, ეს მე-19 საუკუნეში ერთ-ერთი დამახასიათებელი დეტალია, ლაბირინთები და ეს ლაბირინთი ერთგვარი ფრანგული საბაღო კულტურის გაგრძელებაა. მოწესრიგებული ბაღების სისტემა. და ამ ბზის ლაბირინთში გვაქვს ერთი ქართული ტრადიციის გაგრძელება. ეს არის ნატრის ხე. ნატრის ხე. ხო. როგორც იცით, ნატრის ხეს ადამიანები სხვადასხვა სურვილებს უთქვამენ ხოლმე. და აი ჩვენთანაც აი მე წამოვიღე. გაქვს. სპეციალურად თქვენთვის ყველას თითო ფერს დაგირიგებთ და აგიხსნით მე რა რასში. ფერებს თავისი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, წითელი სიყვარულის სიმბოლოა. მე რა თვარ მომეცი სიყვარული. აჰა, შენ დაგითმობ სიყვარულს. თეთრს რა მნიშვნელობა? მშვიდობის. თეთრი ბედნიერი ოჯახის სიმბოლო. ლურჯი არის ჯანმრთელობის სიმბოლო და ნარინჯისფერი არის წარმატების სიმბოლო. აბა ჰე. ჩავაბათ. და შეგვიძლია შევიდეთ. ამ ლაბირინთს თავის შესასვლელი აქვს, საიდუმლო. შესასვლელი აქვს თავისი? საიდუმლო თან. რა თქმა უნდა. და შესაბამისად შეგეძინათ ეს სურვილი შემდგომ ჩავთქვით. აბა ვიპოვოთ სადმე თავისუფალი ადგილი, სადაც ხეს შეეხება. აი მე ვიპოვე მგონი.
აბა სიყვარული. აი გიორგიც შეაბამს კიდევ ერთს და ეხლა მოდით სხვა გასასვლელიდან გავდით. აჰა, გავდივართ სხვა გასასვლელიდან. იმიტომ რომ აი ამ ყველაფრით დატვირთულები უკვე გამოვდივართ ახალი ძალებით. ახალი ენერგია. ახალი ენერგიით. და პირდაპირ შეგვიძლია გავუყვეთ სიყვარულის ხეივანს. რა კარგია. ამ სიყვარულის ხეივანს ძალიან საინტერესო ლეგენდა ახასიათებს ერთი. თუ შეძლებთ თქვენს მეწყვილესთან ერთად თვალდახუჭული ამ სიყვარულის ხეივანში გაიაროთ, ისე რომ არ წაიქცეთ, ასე ვთქვათ. შენ თქვენი სიყვარული უღრუბლო და ბედნიერი იქნება. როგორი გარემოა, იცი? ოჯახი ხო კარგია, მაგრამ აი შეყვარებულებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა. ნამდვილად ესეა, და ნამდვილად. რომანტიულია ქაო. ნუ ეხა ოჯახით შეიძლება იყოს შეყვარება, შეიძლება კი რომ უნდა იყოს შეყვარება. არ გამორიცხავს ერთად. არა, არ გამორიცხავს ამულად. ხო, მაგრამ ეს ბავშვები მერესა და დაჟრიალობენ. იქეთ რა ხდება? იცი რა? ტერიტორია ზოგადად დიდია, ხო? წინანდლის ბაღი მოიცავს 12 ჰექტარს ტერიტორიას, თუმცა როგორც ცნობილია, ალექსანდრეს დროს უფრო დიდი იყო ეს ბაღი, მაგრამ შემდგომ უკვე მე-19 საუკუნის ბოლოსკენ კისის ხეობა, ასე ვთქვათ, წაიღო. ირაკლი, რა მაინტერესებს, იცი რა? დღეს ამ ვთქვათ თქვენს ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროებს, ვთქვათ, რამდენი ადამიანის ასე ვთქვათ მიიღება შეუძლია? ეხლა ჩვენ გვაქვს 21 ოთახი და შესაბამისად შეგვიძლია მივიღოთ როგორც ჩვეულებრივი, ასევე VIP ოთახები. ნუ ორკაციანი ოთახები, შესაბამისად 21 ორზე 42-ია. რაც შეეხება რესტორანს. რესტორანიც გაქვთ, ხო? რესტორანი გაქვთ? რესტორანიც გვაქვს, დიახ. სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული კერძები, დააგემოვნოთ ევროპული კერძები. აქ ერთი ძალიან საინტერესო ხე გვაქვს, ეს არის გინკო, იგივე გინკო ბილობა, რომელიც არის იაპონური სახეობა. ალბათ გინახავთ, მას ძალიან დამახასიათებელი ფოთლები გააჩნია. ის ასევე და არის სამედიცინაში გამოიყენება ძალიან აქტიურად. ძალიან ბევრი სამედიცინო თვისება გააჩნია მას. ასევე ძალიან საინტერესო არის ჩვენ გვაქვს ჩრდილოეთ ამერიკული მეტასეკვოია, რომელიც აი აგერ არის ჩვენს წინ. ეს მაღალი ხო? დიახ, ეს მაღალი. ეს არის ძალიან იშვიათი მცენარე, ასევე არაერთხელ მოხვედრილი. ეს წიწვოვანია როგორც ჩანს, ხო? დიახ. ის იზრდება ერთდროულად როგორც განში, ასევე სიმაღლეში. მოდით ახლა წავიდეთ მუზეუმისკენ, სადაც ჩვენ შევხვდებით თათია ღვინერიას, ჩვენი მუზეუმის არტ კურატორს, რომელიც მოგიყვებათ თუ რა სიახლეები განიცადა მუზეუმმა ამ ბოლო წლების მანძილზე და როგორ ხვდებით დღეს დამთვალიერებელს. ძალიან საინტერესოა. მაშინ წავიდეთ და შევხვდეთ ჩვენ თათიას, რომელიც აი მე მგონი იქ გველოდება, ხო? მე მგონი უკვე აბა წავიდეთ. მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა, გამარჯობა. მოგზაურობა ჩვენს ჯადოსნურ სასახლეში. აი რა დაგოთვალიერებინა ჩვენ უკვე. ეზო დაგოთვალიერებინა. როგორ ბრძანდებით? გამარჯობა, თქვენ როგორ ბრძანდებით? კარგად, სასახლე ნუ ულამაზესია. შიგნიდანაც და გარედანაც. კი, გეთანხმებით ისევე როგორც მთლიანად კომპლექსი და ბაღი არაჩვეულებრივია და მათ შორის სასახლე და ყველა შენობა რომელიც ეს როდის აშენდა ეს სასახლე? ეს არის 1886-87 წლები და მისი არქიტექტორი არის იმ პერიოდში საქართველოში ძალიან ცნობილი და პოპულარული არქიტექტორი ალექსანდრე ოზეროვი, რომელიც სხვათა შორის ცნობილი არის იმით, რომ მან სპეციალურად ოდესაში მიიღო განათლება და ისწავლა ღვინის ქარხნების მშენებლობის ტექნოლოგიამ. შესაბამისად მას ეკუთვნის არაჩვეულებრივი ღვინის ქარხანა, რომელიც აქ არის განთავსებული და მართლაც უნიკალურია. მარანი, რომელიც რომელიც მარანია და ასევე მას ეკუთვნის თბილისში ცნობილი ღვინის ქარხანა ნომერი 1 პეტრეშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი ავტორია და არაერთი ცნობილი და მნიშვნელოვანი შენობის ავტორია თბილისში. თვითონ შენობა განსაკუთრებულია იმით, რომ ჯერ პირველი რომ მდებარეობა აქვს და მართლაც რომ ეგებებით და შემოდიხართ ამ ჯადოსნურ არაჩვეულებრივ სივრცეში და საინტერესოა სწორედ იმით, რომ არქიტექტორმა ძალიან ფაქისად გამოიყენა კახური ტრადიცია, ეს რიყის ქვისა და აგურის მონაცვლეობა. ძირითადი იდეა არქიტექტურისა რაც არის, რომ ტრადიციის მარცვალი დაიჭირო და ამ დროს იყოს, როგორ ვთქვა, კომფორტული და თანამედროვე, სწორედ ეს არის. ხა ჭავჭავაძეებისთვის ნიშანდობლივია ის, რომ ზოგადად მათი ოჯახის ტრადიცია არის აბსოლუტურად ევროპული და მათ შემოიტანეს პირველად ევროპული სივრცე და სიტყვა. ეს აივნები და ეს რაღაცა ასეც არის. სხვათა შორის ცნობილია, რომ პირველი შპალერი
დეკორატიული კედლის გაფორმება ჰქონდათ ჭავჭავაძეს მხოლოდ თბილისის სახლში. 2008 წლის შემდგომი აღმოჩენა, ასე ვთქვათ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ შენობის რესტავრაციაზე მუშაობა. მოგეხსენებათ, მთლიანად კომპლექსი არის კულტურის უძრავ ძეგლთან ნუსხაში შედის და შესაბამისად ამას თავისი ფაქიზი და სხვანაირი პროცესები ჭირდება. სულ გვინდა რომ აი ეს ხაზი რაც ჰქონდა ჭავჭავაძებს შევინარჩუნოთ. კავშირი წარსულსა და მომავალს შორის და ჩვენ რაღაცნაირი ხიდები გამოვდივართ მობრძანდით მუზეუმში, ნახოთ როგორი გარემო ჰქონდათ ჭავჭავაძებს და ცხადია, გვინდათ თავის. მობრძანდით. აბა სტუმრები მოვიდნენ. ეს არის პირველი სართული, რომლის სივრცეც ფაქტიურად ნაგავსაყრელად იყო ქცეული და ყველაზე ხანგრძლივად მომუშავე თანამშრომლებმაც კი არ იცოდნენ აქ მართლა ესეთი ბევრი ოთახი რა იყო და ძალიან გვემართება სწორედ ის რომ გაიხსნა ყველა სართული ცხადია ნაგვისგან გავათავისუფლეთ და აი ნალესობა რო ჩამოხსენით აღმოჩნდა ესეთი არაჩვეულებრივი რაც ფასადზე არის როგორ შეიძლება და ეს აგურის და რიყის ქვის მონაცვლეობა მაგრამ სწორედ აი ეს ნაწილია ის ძველი კედლის ნაშთი ანუ აი ეს მე-18 საუკუნის კედელი რომელიც არის ყველაზე რეალური ხელშესახები ისტორია თუ შეიძლება ითქვას ჭავჭავაძების ნამდვილად გადასტურებით მე-18 საუკუნის კედელი რომელიც ეს სტრუქტურულად ასევე გრძელდება და ჩავსვით ესე როგორც ექსპონატი და მინდა გაჩვენოთ ასევე ერთ-ერთი საინტერესო ჩვენთვის მნიშვნელოვანი სივრცე რომელსაც ასე მარანი დავარქვით მობრძანდით სადაც ჩანს აი ძველი კედელი რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ მე-18 საუკუნის და უკვე აი როგორ არის ინტეგრირებული უკვე მე-19 საუკუნის აქ ყველა შემოსვლა არ შეიძლება აქ ყველა შემოსვლა არ შეიძლება და ეს გარემო ხადია ეს გარემო მოვაწყეთ ისე როგორც შეიძლება ყოფილიყო იმ პერიოდში ჭავჭავაძების ოჯახში ყველა საინტერესო ისიც რა არის რომ აი როდესაც ცოტა მოვისმენთ როცა ზემოთ ხალხი დადის იმდენად ძველია ეს კოჭები რომ ისმის ფეხის ხმაც და რაღაცნაირად თითქოს ესე ცოცხლდება რომ ნამდვილ სახლში ხარ ნამდვილ სასახლეში მოგესალმებით გაგიმარჯოთ აქ ღვინო აქ გველოდება ღვინო ეს არის ქვევრის ეგ არის ქვევრი ეს არის ქვევრის წინანდალი ეს არის წინანდლის მამულის ქვევრი ეს არის 100% კაციტელი ქვევში დავარგებული კახოთ ტექნოლოგიით. მაგარი არომატებია, ხო? ეს არის ქვევრი. მე ქვევრი მიყვარს. მე ქვევრი მიყვარს. სხვა ღვინოს მიყვარს ქვევრი. ასევე. მაგრამ ქვევრის გარდა მაინც წინანდალი აუცილებლად უნდა გავსინჯოთ. ახანად. ეს ქვევრის წინანდალი არ არის? წინანდალი ქვია კაციტელს, რომელიც მოდის კაციტელს და მწვანეს ევროპულად დაყენებულს. წინანდლის მიკროზონიდან, რაც მოიფიქრა თავად ალექსანდრე ჭავჭავაძემ. იმას ქვია წინანდალი. ეს არის რაღაც არამხოლოდ ადგილი ღვინოა ფაქტია. ჩვენია. ძალიან წინანდალი. ეხლა გავხსნათ წინანდალი, იმიტომ რომ ეს არის პრინციპში იგივე ღვინო. ოღონდ უკვე ევროპულად დაყენებული და ეს იყო რაც იყო საინტერესო ჭავჭავაძეების ოჯახმა რაც ახალი შემოიტანა. აბა ნახოთ რა შემოიტანა. ერთი და იგივე ყურძნისგან შეიძლება ესე რადიკალურად სხვადასხვა ფერის გემოს და ზოგადად თვისებების ფონზე ვარ. საოცარი არომატებია. კი. აი მანდ არის ცოტა კომში და მინდვრის ყვავილები. მე მაინც ქვევრი. ხო, მე ესე ვიძახი, ეს არის ცოტა უხასიათობელი ჩემთვის. რა, ფერითაც გემოთვით რა ცოტა უხასიათობელი. აი ეს ესეთი. უფრო ცივია, ბევრად უფრო ცივია და მოხმარების ეს არის, ეხა მე ვადარებ ხოლმე. ოკა, მე ვადარებ ხოლმე სიმღერას რა. ეხლა კახური და ხალხური და წინანდელელების სიმღერა არის ეს. ეს არის აი აქ გიტარის თანხლებით შესრულებული რაღაც ესეთი ქალაქური ტიპის რომანსები, რაღაცა სიმღერები და აი ეს არის ჩაკურულო მრავალჟამიერი. ინდივიდუალური ალბათ რა ხასიათზე ხა ეს უფრო მსუბუქია. აი ეს უკვე სულ რაღაცა. ეს არის მუხაში დაძველებული საფერავი. ეტყობა კიდე. თავის საფერავის სიმძიმე აქვს ეს რაღაც მრავალფეროვნება. მერე მუხაუმატებს აი ამ რაღაც თავის არომატებს და თავის რაღაც სირთულეს. და 14 თვე იყო ფილოსოფია ეს ღვინო არის ცალკე აღებული. შალი წითელი მაინც განსაკუთრებით რაღაც მართლა მეტია ვიდრე უბრალოდ. დიდი მადლობა კოკა. დიდი მადლობა. იყო მართლა და მე გიო ახლა წავალ და ამ კულინარულ უკვე დაწყებულ შეგრძნებებს გადავიტან სამზარეულოში. ეზოში სამზარეულო მელოდება. მე კი წავალ ევროპულ კერძ გვთავაზობენ. ვა, ძალიან საინტერესო, მე კი წავალ და კიდევ ერთხელ დავათვალიერებ არაჩვეულებრივ მუზეუმს. მაღლა ხარ. ხო, და კიდევ გველოდება კარგი სიმღერები. არაჩვეულებრივ ბიჭებთან ერთად. გადასაჭიროებები. მადლობა. გაგიმარჯვეთ.
ამზადებდნენ. მერიკო გუბელაძის და გიორგი უშიკიშვილის მოგზაურობა წინანდალში.